საინტერესო მონაცემები მაქვს. რომ იშხან ზაქარიანის ხობი გახლავთ თევზაობა, თავისუფალ დროს ძინავს. ესე იგი ძალიან ცოტა აქვს თავისუფალი დრო ან ძალიან ბევრი ძინავს. სხვათა შორის თავისუფალ დროს მეც ძინავს. და უყვარს ცეკვა და ქალები, ხლა ამაზე უარს არავინ არ არის. მაგრამ ყველაზე კარგი ის იყო, რომ არსენ უნაშხოტლოვის ყველაზე დიდი სურვილი ყოფილა გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი ჩოკით თამაში. და ეს სერგეი ბუკამ რო გაიგოს ალბათ ჩამოვა მის თანახმად. აი ხედავთ ახლა იშხან ზაქარიანი არის ძირითადად დამწმელი ტექნიკის წარმომადგენელი, ესე ვთქვათ, მაგრამ ჯემალი მას დაუპირისპირა თავისი ჭიდაობა, ჯერჯერობით ჯოგნის, ძალიან სწორი იქცევა ჯემალი, რომ არ გადადის დგომში და ჯოგჯერში აგრძელებს ბრძოლას. ძალზედ სწორი აკეთებს ყველაფერს, გაუკავა ფეხი. არ უნდა ადგენს ჯემალი საერთოდ, რადგან იშხანი ასევე ჩემპიონი არის ტაეკვანდოში, გაითვალისწინეთ ტაეკვანდოში, ეს არ არის ხუმრობა. მაგრამ საკმაოდ კარგად არის იშხანი მომზადებული რუსულ საბრძოლო სამბოში. ნახოთ რა აჯობებს დაწვეთი ტექნიკა და სამბო თუ ჩვენებური ჭიდაობა, ჯერჯერობით მოჭიდავეს მიყავს ბრძოლა, უბრალოდ ქართველს მიყავს ბრძოლა. მაგრამ იშხან ზაქარიანი ძალზედ სახიფათო არის ძირს, ყოველ წამს მოსალოდნელია მისგან კონტრ ყივნეული ილეთი, ყოველ წამს მენანახება მისი ბრძოლები, აგერ ხედავთ ფეხის აღებასაც კი ცდილობს, ძალზედ სახიფათო მოწინააღმდეგეა. უჩათვლით რომ მას დაკარგული აქვს ეს ბრძოლა. მაგრამ სულ იმედი ვიქონიოთ, რომ აი ესეთი ხშირი დარტყმების შედეგად იგი დაკარგავს ამ წონასწორობას. რა თქმა უნდა, შემთხვევაში იმ ძალას, რომელიც ჭირდება კონტროლების ჩატარებას. აი ხედავთ კისერიც კი აუღო ჯემალის, მაგრამ ჯემალის კისერი ესე ადვილი ასაღები არ არის. ჩვენ ერთად ვაკისრით და კისრით იმ სიმძიმე წონებს წევს ათლეტიზმის დარბაზში. აი ძალიან თავისუფლად განთავისუფლდა კისერში ჩაჭიდებისგან. ფიქრობ ეხლა ჯემალი ფეხსაც აუღებს. ალგი რინგს მოაწყდა. დიდი გამძლეობა ქონია იშხან ზაქარიანს. ამდენი დარტყმა იგება ეფაში, კისერში, თავში. ამდენი დარტყმა მიიღო და მაგრამ მაინც უწევს სოლიდურ ზედმეტად გამოხატა თავისი ემოცია და მიუახლოვდა რინგს, რა თქმა უნდა ეს დაუშვებელია. ფიქრობ ეხლა იშხანი კვლავ დარტყმის ტექნიკაზე გააკეთებს აქცენტს, მაგრამ ჯემალი არ მისცემს მაგის საშუალებას. დარბაზი ქეთქდება. კვლავ იგივე პოზიციაში აბრუნებენ მოწინააღმდეგეს. გაგრძელდა ბრძოლა. აი აუღო კისერი ჯემალი, მე მგონი აუღო კისერი, ძალზედ სწორი შვება. უხლით შეტევა. იშხან ზაქარიანი ფეხშველა იბრძვის. ამიტომ მას ნებისმიერი დარტყმის უფლება აქვს ფეხით. მეორე რაუნდშიც აი ხედავთ იშხანის უპირატესობას. ის უფლებაც არ აქვს ჯემალ როსტომოვში. შევახსენოთ ტელემაყურებლებს. ფეხით დარტყმის უფლება, წერფით დარტყმის უფლება არ აქვს ჯემალ როსტომოვს. ჯემალს არ აქვს უფლება პირდაპირ დარტყმებისა, რადგან მას აცვია ფეხზე. აი ხედავთ საჯმა გამოათრია მებრძოლები. ძალზედ სწორი გადაწყვეტილება მიიღო საჯმა, რეფერი. ფიქრობ ეხლა აი ხელზე ცდილობს ყინეული ილეთის ჩატარებას ჯერჯერობით. იშხანი თავს იცავს, მე ვიტყოდი მშვენივრად გაგუდვა, ნახოთ. არა ამოძრა. ნუ მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს წამებში კვლავ ძის გადაინაცვლებს ორთა ბრძოლა. ახლა ძიუდოს ილეთის გამოყენება ცდილობდა და შეპოჭვაზე გადაიყვანა. სხვადასხვა 15 წამი შეპოჭა. აქ რო იყოს ძიუდოს წესები და იუკოს. აი მშვენივრად წააქცია კვლავ ჩვენმა მებრძოლმა ჯემალმა. უტარებს დარტყმებს, ჯერჯერობით არაეფექტურად, მაგრამ ფიქრობ ქულებზე ეს უკვე მოქმედებს. მitmedes ურყავს მარცხენა ხელი და არა მარჯვენა. დიახ. ჯემალი მარჯვენად უფრო ძლიერია. მშვენიერია, კვლავ დარტყმა.
თვითონ მუხლით დარტყმაც არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ უჭირს ჯერჯერობით. ერთი კია შესამჩნევი რომ რას დრო გადის, ამ დარტყმას უფრო ნაკლები ძალა აქვს, იმიტომ რომ დაიღალნენ მეტოქეები და ის სიმკვეთრე მოძრაობას უკვე აღარ გააჩნია. რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ბრძანდებით, მაგრამ ვფიქრობ, ეხა ადგილი უნდა კონდეს მოგუდვას. არა, მუხლით მშვენიერია. ძალზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჯემალიმ. იშხანი მას არ აძლევს გაგუდის საშუალებას და ჯემალი დარტყმის ტექნიკაზე. მოწინააღმდეგისავე ტექნიკით ანადგურებს იშხანის ილეთს იყენებს ჯემალ როსტომაშვილი და ამასთან დრო მიდის. არ დაგვაძლევს რომ პირველი რაუნდის შემდეგ ჯემალ როსტომაშვილის უპირატესობა აშკარა იყო და დროის გასვლასთან ერთად მცირდება მეტოქის შანსები. რა თქმა უნდა, ზაქარიანის შანსები რომ რაღაც წარმატებაზე იფიქროს. თუმცა ვიჩქარებთ, მოვლენებს დავასწრებთ. აქ ყველაფერია მოსალოდნელი. სამის მიათედებში ხდება რაღაც უბედური უძლიერესი დარტყმების შედეგად შეიძლება რომელიმე აღმოჩნდეს ნოკაუტში და დამთავრდა მეორე რაუნდიც უპირატესობა იყო ჯემალის აშკარად. აი ხედავთ ახლა მუხლის შეტევას, მშვენიერია. თავისივე იარაღით უმკლავდება მოწინააღმდეგეს. თითეული დარტყმა, თითეული ქულა. ის ქულა რომელიც აქტივში მიდის. უბრალოდ იძლევა ქულებში უპირატესობას. ჩვენთან არ შეშელაშვილის შეძახილი თავი საჭისა რომ სპორტსმენი გაამშრალოს. და გადაწყვეტი რაუნდი იყო ახლა ჯემალ როსტომაშვილი ვიდრე მისი მეტოქე. ნახოთ რას მოგვიტანს მესამე რაუნდი, ორი რაუნდის შემდეგ აშკარა უპირატესობას ფლობს ჯემალ როსტომაშვილი. აი იშხანი გაუშვა იშხანმა დარტყმა სახეში, ეხლა ცდილობს იშხანი ფეხზე ტკივნეულის ჩატარებას. არ უნდა გამოუვიდეს, არც გამოუვა. დიახ, ვფიქრობ ეხლა ჯემალი გაიძვრეს თავს აქედან. იშხანს უჭირავს ჯემალის ფეხი, ჯერჯერობით უშედეგოდ. ჯემალისაც შეუძლია იშხანის ეს შემთხვევა, როდესაც დიახ, გაიჭედა ბრძოლა. ალბათ ყველას უჭირს გარჩევა რა ხდება რინგზე. როდესაც ერთმანეთს გადაეჯაჭნენ. აი იშხანი უარს აცხადებს ორთაბრძოლის გაგრძელებაზე, მიულოცოთ ჯემალს. მან ეს დაიმსახურა. ოჩახ ჯემალ როსტომაშვილი. პირველი გამარჯვება. მიულოცოთ ოჩახ. ლევანდელ შეხვედრაში ანგარიში 2-1 გახდა. შესანიშნავად იბრძოლა ჯემალ როსტომაშვილი. თუ პირველ შეხვედრაში რუსი მებრძოლის უპირატესობა მხოლოდ და მხოლოდ დამატებით დროში საჯების შეიძლება ითქვას ურთიერთშეთანხმების შემდეგ გაირკვა, აი ამ შეხვედრაში ჯემალ როსტომაშვილის უპირატესობა აშკარა იყო უკვე პირველი რაუნდის პირველი წუთებიდანვე. მიუხედავად იშხან ზაქარიანის დიდი გამოცდილებისა, შევახსენებ რომ იშხან ზაქარიანი რუსეთის თასმფლობელია ბრძოლაში წესების გარეშე. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ინტერკონტინენტალის ფინალისტია ბრძოლაში წესების გარეშე და ასევე ციმბირის თასის პრიზიორი პანკრატიონში. ისე რომ დიდი გამოცდილება იშხან ზაქარიანისა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისა, რომ მას დაემარცხებინა ჯემალ როსტომაშვილი. თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. აი რაც შეეხება ბრძოლას წესების გარეშე, აქ მას 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მე მგონი ყველაზე მეტად მის გამარჯვებებს შორის აი ეს გამარჯვება ფასობს. მეხუთე გამარჯვება. მეტსახელად სტაფი საქართველოს ეროვნულ დროშაში გაეხვია და მას მეტოქე იშხან ზაქარიანი ულოცავს ამ გამარჯვებას. ტელემაყურებლებო, მე დაგემშვიდობებით დროებით, თქვენ მიხილავთ რამდენიმე ბრძოლის შემდეგ.